ფოთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა იუნიორ მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატს. გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის ინფორმაციით, ფორუმში ორმა გურჯაანელმა მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანმა წარმატებას მიაღწია. ლუკა მუნჯიშვილმა და საბა ჩაფიძემ ზედიზედ 3-3 ორთაბრძოლა მოიგეს და მხოლოდ ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება დათმეს. თუმცა მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრებიც აღმავლობით ჩაატარეს და მედლით მკერდ დამშვენებულნი დაგვიბრუნდნენ. ფოთში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის კრივში, სადაც გურჯაანის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. ძალიან ჩვენ და სასახარულოდ უნდა ითქვას, რომ წარმატებით გამოვიდნენ ბიჭები, მოიგეს შეხვედრები და საპრიზო სამეული გაინახეს ბრინჯაოები მუნჯიშვილმა და ჩაფიძემ. უმცროსი კადეტები გაიმართება უახლოეს მომავალში, იქაც ჩვენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ საამაყოთ უნდა გაცნობოთ, რომ ვაჟებთან ერთად გოგონებიც, გურჯაანელი გოგონებიც მიიღებენ მონაწილეობას და იმედია უმედლოდ არ დაბრუნდებიან.